ამარ პრობლემა გრადული შემოგარდა უსაფრთხოება არა ასე დაცულ აი დაუშვათ მანქანა დაზიანდა ხო დადგა მანქანა ვერძე ვერ გადავა ვერძე ვერ გადავა ახლად გახსნილი ქუთაისი ბაღდათის დამაკავშირებელი გზა, რომელსაც რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჩაუტარა მძღოლების კრიტიკის მიზეზი ხდება. მძღოლების თქმით, გზა ძალიან დავიწროვდა, რაც გადაადგილების დროს გარკვეულ სირთულეებს ქმნის. მაგალითად, არ არის ავტომობილის გადასაყენებელი ადგილები პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში. ასევე ახლად რეაბილიტირებული გზა ართულებს ავტომობილებისათვის ერთმანეთის გვერდის ავლას. ან საბურამა დაუშვას ან რაღაცა ხო შეიძლება საცობი არაფრით არ შეიძლება რომ გზაზე გადასაყენებელი ერთ ხარეს მაინც არის ეს აი ერთი საველოსიპედო გზა მაგრამ მეორე არა სპეციალურადაა ეს გაკეთებული ეხლა ეს გზა რო დავიწროვდა 3 კილომეტრია მთლიანად ეს და ნელა რო გავიაროთ 40 და 50 კილომეტრის სიჩქარით თავიდან ბოლომდე და დავტკბეთ ამ ბუნებით არა ასეთ რჩევას აძლევს მძღოლებს ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე. მისი თქმით, გზაზე 3 ჯიბია მოწყობილი, რაც სრულიად საკმარისია. თუ მანქანა გაფუჭდება, უნდა დაუცადოს უკან მდგომმა, გვერდზე მიაყენოს, არის 3 ჯიბე გაკეთებული და 3 ჯიბე 3 კილომეტრში არის სრულიად საკმარისი. ნუ თუ 10 წამი აჩქარება ურჩევნია ვიდრე ნახოს თუ რამდენი სტუდენტი მოდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, ბევრი დარბის, ბევრი ველოსიპედით დასეირნობს, ბევრი სკროლით დადის. მე სიამოვნებს, მე ფეხითაც გამივლია აქაურობა და პირიქით სიამოვნებს ამ ბუნებაში სიარული. ამიტომ ნელა გავიაროთ 10 წამის გულისთვის, საყვედურს ნუ ვეტყვით რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელმაც ძალიან ლამაზად გააკეთა ეს ყველაფერი და ძალიან მოაწესრიგა მუხნარის ტყის მისადგომი. აჰა, ნელა გაიარო. აი, შედარებით ნელა გაიარო. ახლა ეს ისეთი რჩევაა, რომ მადლობთ ბატონოზაზა, ექიმია და კარგი რჩევაა, მაგრამ მე თუ ნებას თავს გზა რო გავიარო 80 კმ/სთ სიჩქარით, რატო გავიარო? შედარებით ნელა. სათხის შემცველია და ვაცნობიერებ და ჯერ იქ 3 ჯიბი არა, მაშინ წავიდეთ და იმას არ ეცლება ჩვენთვის, მაგრამ ვიღაც კომპეტენტური კაცი მოგვაშველოს და გვანახოს სად არის ეს ჯიბეები. ევროპა ჩვენი სახლია თანადამფუძნებელი მერაბ ბარათაშვილი განმარტავს, რომ გზას დაუსახლებელ პუნქტებში გვერდითი ზოლი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. რომ დაგჭირდეს, უნდა შეგვეძლოს ავტომობილის გადაყენება, განმარტავს ის. გზის გვერდითი ზოლი დაუსახლებელ პუნქტებში არის გზის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ამ გზას ასეთ რამ არ გააჩნია. რო დაგჭირდეს, ჩვენ უნდა შევძლოთ მანქანის გადაყენება ბევრი მიზეზის გამო. მე გავხდით სუდად, მანქანა დამიზიანდა, წინ მოდი კაი თქვა ავე ტროტუარი, მე სად მივდივარ. ჯიბები კი არ არის. არის უნივერსიტეტში გადასახვევი და იქ არის გაშლილი ადგილი, აი გაჩერება არ შეიძლება, იმიტომ რომ კვანძია და მანქანის მოტრიალება ჭირდება და ნუ 3 ჯიბე კიდე ერთი რესტორანთან შესასვლელია, ის ჯიბეთ არ ჩაითვლება, შევდივარ და გამოვდივარ და მე იქ რამდენჯერ მომიწია მისვლა რაღაც მიზეზის გამო, არასაკეიფოდ და მე იქიდან ვერც შესვლა შევძელი და ვერც გამოსვლა შევძელი მოძრაობის მაღალი ინტენსივობის გამო. მაღალია ეგ რისკი. განსაკუთრებით ღამის საათებში. იქ არის საგზაო შემთხვევები, მე რა ვიცი, ჩვენ პატრონს თუ კი ოფიციალურად მიწერს წერილს, ალბათ თუ კი ისურვებენ, გაცემენ პასუხს, იქ რამდენი საგზაო შემთხვევა უკვე არის მომხდარი და ღმერთ ვაქნას, რომ ჯერ მსხვერპლით არ დასრულებულა, მაგრამ სიტუაციას უნდა გამოსწორება, თუნდაც იმ ნაწილში გამოსწორება, რომ ახლა ეს თავიდან რო ვაშენოთ, ეს ამის არც ფინანსური რესურსი მოიძებნება ასე მარტივად და არც დრო, მაგრამ პერიოდულად თქვა ყველა 100 მეში რომ ჯიბეები გაკეთეს. გზის რეაბილიტაცია 2023 წლის ოქტომბერში დასრულდა. მოეწყო საფეხმავლო გზა და ველო ბილიკი, რაც მძღოლთა თქმით გახდა კიდეც გზის დავიწროვების მიზეზი.